პრესის საშუალებით შუქდებოდეს მხოლოდ ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის წევრის დაკავების, დაკითხვის, ზეწოლის და არ ქონდეს საშუალო ნაციონალურ მოძრაობას. როგორც ოპოზიციური პარტიას გააგრძელოს კრიტიკა ამ ხელისუფლების ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ქონდეს საშუალება რომ ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რომელსაც იგი მიიღებს, ჩვენ გავაგრძელებთ ყოველდღიურ მუშაობას, განახლებული ნაციონალური მოძრაობა, უზრუნველყოფა საქართველოს მოსახლეობამ მიიღოს ინფორმაცია იმ ვალდებულებებზე, რომელიც ამ ხელისუფლებას გააჩნია სოციალურ საკითხებზე, ეკონომიკურ საკითხებზე, პენსიებზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ჩვენ და მე და ჩემი მეგობრები, თითოეული მეგობარი. ვინც არ იქნება ციხეში დაჭერილი, ვინც არ იქნება დაკითხვაზე, თელ დროს მოათხოვს იმას, რომ საქართველოს ნაციონალურ მოძრაობამ გააგრძელოს საკუთარი ფუნქციების შესრულება და ჩვენ რა თქმა უნდა მთავარ აქცენტებს დავუთმობთ იმ ახალი წინადადების შეთავაზებას ჩვენი საზოგადოებისათვის, რათა ჩვენი ცხოვრება, ჩვენი საქართველოს ცხოვრება გახდეს გაცილებით უკეთესი, დემოკრატიული. მე ვამაყობ, რომ მე შევქმნით და ჩვენ შევქმნით ისეთი სახელმწიფო აპარატი და მე ვამაყობ, რომ ვიყოფებული შენობაში, რომელიც არის გარემონტებული, გამთბარი, იგზიან კარგად ჩაცმული პატრულები და პოლიციის თანამშრომლები და მე ვამაყობ, რომ ასეთ კომფორტულ შენობაში მომიწია დაკითხვაზე ყოფნა. მე მახსოვს 2003 წელს ამ შენობებში იყო სიცივე, იყო ძალიან ცუდი მდგომარეობა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ყოველდღიურად საქართველოს მოსახლეობის და საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესდეს და საქართველოს სახელმწიფოება გაძლიერდეს წინ წავიდეს. დიდი მადლობა. ბატონი ვანო მერაბიშვილი დაბარებული იყო საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურში მოწმის სახით, ეგრეთ წოდებული პასპორტის თემასთან დაკავშირებით, რაც უკვე ყველა მიცით. შეკითხვები იყო, ამ შეკითხვებზე პასუხი ამომწურავად გასცა, რაც ქონდა ინფორმაცია, რაც არ იცოდა ბუნებრივია ამას ვერ უპასუხებდა. შეკითხვამ ჩაიარა ნორმალურად, დამთავრდა, გამოვედით გარეთ ყველანი. სასაქმისთან დაკავშირებით არა. ვერ გეტყვით, კიდევ დაიბარებენ თუ არ დაიბარებენ, ამის შესახებ ადვოკატს არ შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია წინასწარ, ეს უკვე პროკურატურის და გამოძიების გადასაწყვეტია.